ფუნქციონირებს გამართულად, რომ ეხა ეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ფუნქციონირებდა, ხო, ცხადია. ანუ ვერ ვიტყვით ესე, მე მართლა ვერ ვიტყვი, არის რა თქმა უნდა განსხვავებული მაგალითები, მაგალითად არის ხო მუნიციპალიტეტები, სადაც სამოქალაქო საქართველოში ვამბობ, სადაც სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იყო განსხვავებული ზომითაც, იყო განსხვავებული მათი შეკრების სიხშირითაც, მათი, ასე ვთქვათ, ფუნქციონირების ღირებულებიდან გამომდინარე, ანუ რაღაცა შედეგს აღწევდნენ. თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით 23 წლის შემდეგ თქვენ ვერცერთ ამ ოქს ვერ იპოვით, ვერცერთ ამ ჩატარებულ სხდომას ვერ ნახავთ და ვერც იმას ვერ გაიგებთ. ის ხალხი, რომელიც აი დებულება რო გაკე კიდე ცოცხალია თუ არა, ვინც იმ საბჭოს წევრები იყვნენ, ხო? ну, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეხა ამ მხრივ რომ რაღაცა მუნიციპალური დოკუმენტები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, ზოგადად არ არის საქმე კარგად და აქ, ანუ რატო ველოდებით, რომ აქ კარგად უნდა იყოს? არც არავინ რეალურად არ ელოდი. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რატო ვერ ფუნქციონირებს. იმიტომ რომ ზოგადად რამდენიმე ის არის, ანუ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, ვთქვათ, იყო ძალიან მჭიდრო კავშირში ეგრეთ წოდებულ OGP-სთან, ანუ ღია მმართველობის, ასე ვთქვათ, პროგრამასთან, ხო, რომლის წევრებიც ბევრი მუნიციპალიტეტები იყვნენ. და ბევრმა მათგანმა სწორედ აი სამოქალაქო საბჭოს შექმნა, ფუნქციონირება და შემდეგ პირდაპირ დაუკავშირა ამ კარგ მმართველობას. ეს პროგრამა პრინციპში აღარ მუშაობს, გაჩერებული. აქ ამ OGP-ის პარკლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას მუნიციპალიტეტები აღარ ახდენენ. მათიდან გამომდინარე, ვერც ეს საბჭოები ვერ ფუნქციონირებს.